ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ძალიან მაგარი მოქუქეს USA to Georgia საბრიძიდან დაიწყეს ტვიტების ჩამ. გამარჯობათ მეგობრებო, არქივამწერებო, კარგახარ. გამარჯობათ. განვიხილოთ ოკუპანტი ჯარის კიდევ ერთი მენიუ. აი ესეთი რაღაცა არის. არმია რასია წერი. არმენია ჯერ არ არის ჯერ ოკუპანტი. აწერია ვაენი ტორგიო, ანუ სამხედრო ვაჭრობაო და მენიუ არის ნომერი 2. ნედლია პრადაშიო. ესა გაყიდვას არ ექვემდებარებაო და ერთმა ძალიან კაი კაცმა მაჩუქა და საიდანა გაქმერქი და ვიყიდეო. თან ვიყიდეო რუსეთში. ეხლა რა მინდა თქვა? ანუ განვიხილოთ ეხლა მე და ბატონი დავითი განვიხილავთ ამას. მაგრამ მანამდე სანამ ამას განვიხილავ, ახლა ბატონი დავითი ვახსენე, მინდა ვახსენო ბავშვების დაცვა როგორ შეგიძლიათ. არის ეგეთი კომპანია ლუმექსი. აი აქ ეხლა ამოვა ეხა მაგისი ლოგო ლუმექსი. ბავშვს დაგიზღვევთ. ბავშვის უსაფრთხოებას 20 ლარად თვეში. შედით ვიდეოს განხილვაში, შეგიძლიათ იქიდან გადმოიწეროთ აპლიკაცია და გააქტიუროთ 20 ლარად და მე ბავშვს თუ რამე გაუჭირ და მოკეთ იქ ჩემ არ გცალიათ სამსახურში ხარ 55 ლარს გადაიხდით და მოვლენ 55 ლარს არ გადაიხდი, უფასოდ მოვლენ. ხო. პირველად უფასოდ მოვლენ. მეორედ მე მოკლედ ღმერთ არ დაგაჭიროთ. ჯერ. ის ვიდეოც იდება, სადაც მაგ ვიდეოზე ვლაპარაკობ და იდება ვიდეო, აიდება ლინკი, საიდანაც შეგიძლიათ შეხვდეთ ლუმექსზე და ეგ ყველაფერი გააქტიუროთ. კიდე რა მინდოდა მეთქვა? ჩვენი მეგობარი გახდა აი ესეთი არ ყავდეთ მაინც ჯობი. პრინტ შოპი აი ესეთი კომპანია არის და გაგვიკეთა აი ესეთი მაისო. აი აქ არის ლოგო, აქ არის დროშა. თან მაგარი ხუთია. არა თბილია, ხო. ოღონდ მითხრეს რომ როცა გარეცხავ სარეცხ მანქანაში ამოატრელი უბრალოდ რა რომ თვითონ ეს არ მოედოს. ეხლა პრინჩობა ესეთი რამე მოხდა. ეს მინდა გაჩვენოთ. ანუ ჰუდებს აკეთებს, მაისურებს აკეთებს, კეპებს აკეთებს და ჭიქებს აკეთებს. და ბატონ და გააძე აი ესეთი რაღაცაა. ესეთი რამე. ახალი წელი მოდის, რავი, ახლობელს თუ გინდათ მეგობარს გაუკეთოთ სიურპრიზი, აი ესეთი რამე და რა მინდოდა მეთქვა. გამოუგზავნეს ბატონ დავითს პრინჩობა მაისო, რომელიც მოვიდა ცოტა დიდი. იდეაში ორივეს უნდა გწმოდა ესენი. მართლა თბილი არის, მე ვიყენებ გემრიელად. მაგრამ ბატონ დავით, ფეხსიათი. ნუ დიდი აქ რა, ცოტა დიდი აქ. ანუ აი ამას ჩვენ გავათამაშებთ. ამ ვიდეოს ქვეშ ვინც დაწერთ ერთ კომენტარს აუცილებლად მეტი კომენტარი თუ დაჭერთ სპეციალური პროგრამა და ამოგაგდებთ გათამაშებიდან. ერთი კომენტარი დაწერეთ. მარხი გამოწერილი უნდა გქონდეთ რასაკვირველი და ამ პრინტ შოპს აქ კიდე Facebook გვერდი იქაც შეხვალ და გამოიწერთ, იქნება ძალიან მაგარი. იქ არის სხვადასხვანაირი ჩვენი ანიმეებით გაკეთებული ხუდები და ჭიქები. გაკეთოთ ან თქვენ სასურველი ფოტოს ამოვეჭრიოთ, ხო? ხო, ნუ იქ ტელეფონია შეგიძლიათ დარეკოთ, დაუკავშირდეთ, ფასი რაც ეწერება. მოგიტანე რა, ოღონდ დაემატება იქ თვითონ დელივერი, ვინც არის გადამზიდველი კომპანია, იმისი ფასი. თუ თბილისში არ ახართ, ალბათ მეტი დაემატება, ზუსტად ფასები არ ვიცი, მაგრამ ყველა ვარიანტში შეგიძლიათ იყიდოთ და პირდაპირ მოგიტანენ საახალწლოდ ჩვენი ლოგოთი გაკეთებულ აი ამას ეს გელოდებათ. ამას ჩვენ თვითონ გავათამაშებთ, დანარჩენი იქნება ვიდეოს აღწერაში. და ამას ნახავთ თვითონ იქ. ხო,
10 ვერსია აქვს მგონი სხვადასხვა ეს ძალიან მომეწონა მოკლედ ეხლა შევუდგეთ მთავარ საქმეს ბატონო დავით გვაქვს ეგეთი რაღაცა მოდი გავხსნათ ეს არის სქელი მუყაო რაღაცა რომელიც ამერიკული ჯარცხელით ვერ ხსნით. ახლა ამაში რა დახვდება ვნახოთ აი ესე უნდა გახილოთ შეგინდა რაღაცა ფოლგასავითაა გამოკრული რა თუმცა მაგრამ ეს რო დასვენდეს მგონი ესა მაიც მოგე შეგინდა არის აი ესეთი რაღაცაც შეიძლება კიდეც ეს გამოიყენოთ რა ეს სიმესტრის აი შეგიძლიათ რაღაცაში გამოიყენოთ ხო წყალს ალბათ წყალს არ გაატარებს აი მოდი ეს დავდოთ ცალკე და ჩვენი წინა განხილვა იყო ანუ რუსული კვების ძალიან ადრე ეს იყო 4 ნომერი ეს არის 2 ნომერი ხო იმ ეს მორცხობილი რო ჭამეთ ქონდა დამწვრილი რეზინის აი მოდი ახლა ვნახოთ რა არის შიგ აი ესეთი რაღაცა იდო აწერია ატამიო ატამი რახან აწერია ხუნილია ამაში რაღაცა წყალში გახსნით და დალებთ ატმის რაღაცა ჯადუა ვაშლის გჯერია ეს ხო აწერია პავიდლა იაბლაჩნი ანუ ვაშლის ჯემი ეს ტაბლეტია მაიც რიგრიგობით შავი შოკოლადის ერთი ცალია ესეთი რაღაცა დევს აი ესეთი რაღაცა ასანთი არის თავისი ამანთებელი თუ გასაკრავით ეს რაღაცა ყავები იქნება ალბათ ნახოთ რა არის ეს არის შაქარი 3 ცალი კაი ბლომად რა ჩვენ რამდენი რუსულისთვის გავნეხილეთ ბლომად არის შაქარი ანუ აი ესეთი 3 ცალი შაქარი დევს გალეტები დევს 3 ცალი ეს არის ერთი დღის ულუფა ანუ ერთი ჭამაკი არა დღეში ერთსაც გაძლევენ ამას ასე რომ უნდა იმყოფინო გალეტები დევს შიგ 4 ცალი აი ესე დადე სხვადასხვა ფერია მე გავსინჯავ ალბათ რამე განსხვავებაა კიდე ეგეთები მაგრამ ოღონდ არის რა აი აგზავთ შეფუთვაში არის აი ეს არის ჩაი რაღაცა სამხედრო ფერებშია გაკეთებული კამუფლირებული აწერია შავი ჩაი ესეთია 2 ცალი ყავა 1 ცალი მოდი ჯერ ესენი განვიხილოთ რა პატარები სადენზი აღგორ არის სადენზიფექციო სალფეტკი დევს 1 ცალი ეს რაღა არის ეს არის ნაღები მშრალი ალბათ ყავაში რო ჩაყარნოთ ესეც სალფეტკია სადენზიფექციო და ესეც ანუ 3 სალფეტკია სადენზიფექციო ანუ სპირტიანი ისინია რა მაგრამ სიცხეს წაიკიდება არა შიგნით ძველი არის მოდი ეს ვნახოთ რა არის კიდე ეს არის პერე ჩორნი მოლოტი ანუ დაფქვილი შავი პილპილი ოპა ესეთი ბერჯერში ეს არის ცეცხლის დასანთები ანუ მშრალი სპირტი და 3 ცალი ამისგან კეთდება რომ ეს შემოდო ზემოდან მაგას გასვენებთ როგორ არის კიდე რა არის მოდი ახლა მივდგეთ აი ამას ეს რაღაც ჯანდაბა მომე წავიკითხავ და გადავთარგმნე მოტრილი ესე ვიტამინების მინერალური კომპლექსიაო ეს არ ვიცი რა არის არ დამილევია მაგრამ ნუ რაღაცა თუ ვიტამინები გაკლია ეს რომ დალიო აი ერთი ცალი ამხელა ესეთი შავი ყავისფერი აბიდებს ესეთი მართლა არ განმიხილია რაღაცა უცნაური არის მოდი კიდე ეს რაღა არის ეს დღე უდილა საღამო და ღამე რუსები ნახე რა დღეში არიან გააკეთეს კევი
ანუ ჟივაწელნაირი რეზინა შიგადევს 1 2 3 4 5 6 წალი. საკმაოდ ყოჩაღი კოვზები არის? აი, არ გატეხო. არა, არ ტყდება. კოვზიდი შიგ 3 წალი. ესეთი. დანარჩენი კევმა ისე გამაკვირა. ხო, რავი, 1 წალი აბიდევს, ეს არის წყალში. თუ ბინძური წყალია, ჩაღრი ამა და თუ შიგრამე ორგანიკა არის, ამას ანადგურებს. ეგე დეზინფექციის ამბავია. და კიდე რა არის? ანუ სად დეზინფექციო ისინი ტაბლეტებია 3. ეს რაღა არის? სოლ, მარილი, 1 შეკვრა. ეს ხარახურას რაც შეეხებოდა. მოდი ახლა შევუდგეთ ძირითადი საკვები რა არის. აწერია კაშა გრეშნევას გავიაძინე, ანუ წიწიბურეს ფაფარიო ძროხის ხორცითო. ფრიკადელკებიო ძროხის ხორცითო, ტომატის соусიო და რაო? გულიაში კარტოფილით. ანუ აი ეს 3 წალი არის ყველაზე დიდები. ეხლა მოდი მივყვეთ პატარ-პატარ რაღაცები რადევს შიგ. ბეკონ არმეისკი, ანუ ამაში ბეკონიაო, ჯარისო. მერი ამაში არის ბოსტნეულის რაგუ. რაგურა. აი ესეთი რაღაცა, რაგუ არის საჭმელი. და მერი არის ვაშლის ნატურალური პიურეო. ესე ხილფაფა. ამორალი. დნარი ყველი. ანტენი. ტიპები ნახე რა დღეში არის. ეს რა არის? კონსერვირованные мясные фаршированные стерилизованные фарш колбас. ძეხვის ფარში, აი ესა. და ეს არის პაშტეტი. აწერია ნაზი პაშტეტიო. დანარჩენი რა გითხარ? 1 წალია ესეთი დანადევს. კოვზები 3. სალფეტკი დევს 3 წალი. შეგადევს ფურცლები, სადაც ჩამოწერილია ჩამონათვალი, შიგნით რა უნდა იყოს. მოდი ახლა ნელ-ნელა გავხსნა და გავსინჯოთ და ვნახოთ როგორი საჭმელები არის. მოკლედ ბატონო დავით. მოდი ჩვენა გუმელი გვაქვს ანთებული. ესენი შემოვდოთ აქ რო გათბეს. ეს არის ძირითადი საჭმელები და მოდი ეს გათბეს აქ. დანარჩენი გავსინჯოთ. და მე მაგას მივადგეთ. აწერია ამას გალეტი არმეისკი, ანუ ჯარის გალეტებიო. ნუ პრინციპში და იდეაში ამან უნდა შეცვალოს პური. ამა გასინჯე. პურია რა. მოდი გერიზენი გავსინჯე. არ ვიღოთ პაშტეტი ნაზი, ეგრე ქვია. მაგრამ ამ ნაზ პაშტეტს ძალიან უხეში მოქცევა უნდა. ვერ ახსნი. უგუნოთ არის გაკეთებული, ამიტომ დანას დავიხმარებ. ხო, იცი მინებაც გააკეთეს და აი. შიგნით არის ესეთი რაღაცა. აი. სუნი არ ამხივლავს, მოდი ვნახოთ გემო. უძრის პაშტეტი, აბა გასინჯე. არ გასინჯაო. ნახე, ხელმჯ ნახე რა. ეს არ გასკიდე სულა. თუხთუხებს. ეს არა თუხთუხებს, არა. ის თუხთუხებს.
რავი. პაშტეტი არ მომეწონა. კაი, მოდი ვნახოთ. რაღაცა ფარშია. იქიდან გახსოვდა. არ იხსნება, არა. ეგეც სადე. უაზროთაა გაკეთებული. უგონოდ. არის აი ესეთი რამე. აბა. რაო, ზუსტად წავიკითხო. ძეხვისო პაშტეტიო. გავსინჯოთ. გაშინჯოთ. უგი არ არის. ვა? აი ეგრე გასა. ეს პაშტეტი ცუდია ისა რა ქვია. ძეხვისის არ არის ცუდი. ეს პაშტეტი არ ვარ და. მოწონე. კაია ხო? რაგუ. აი ეს არის რაგუ. შენ რომ მეკითხებოდი რა არის. აი ესეთი რამეა. და მოდი აბა ჯერ უსუნებ. შეიძლება მე იცი ის სუნი აქვს? რეალად მომეჩვენ. რა? რაგუ? აჯებ შანდარის სუნი აქვს რა. ბადრიჯანი. იქ ზომაშიგით ბადრიჯანი. ზედარ ჩამოიწუხო. ხალხი. სტაფილო ბადრიჯანი და რაღაცა. ჯამთოლობთვის კაი ის რაღაცა რო ჩამო. გამდნარი ყველიო. და ნარი ყველი. აჰა. ეგ არის. აბა ვნახოთ. და ნარი ყველი როგორია. შეგვიძლია საერთოდ სენდვიჩი გავაკეთო, ორი ისა იყო, ეს ჩავარო, ეს და ეგ. აი რას მაღაზიებში გიჭამიათ მდნარი ყველი. იმას ოდნავ წააგავს. ანუ ყველია რა. ჩაისთან წავახლია. ცუდი არ არის. ეს არის ბეკონი. აწერია ბეკონი. ბეკონ არმეისკიო, ანუ არ იხსნება არც ეს. არც ეს არ იხსნება. აბა ვნახოთ ეს ბეკონი რა არის. აი ეგეთი რამეა. აიცა ბატონო დავით, ჯერ მე გავსინჯო. კაია. კაია. ნაძველი უნდილად ექცევი, კაცო. აჰა. გემრიელი. აი მოთუშული ხორცი რა მაგის გემოაქვს რა. ეს არის პიურე. გამიჯოთ. ეს არის ვაშის პიურე. რომელიც ესეც ეგ უგონოდ არის გაკეთებული არ იხსნება. ამ ჩვენ დანა გვაქვს. ვა. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ჩვენი ძმა და მეგობარი კომპანია. მაგას დაემატა ლუმექსი და მოდი ახლა გავსინჯოთ ესა. ორთხოვილი აღარ მაქვს. ცოცხალი ვაში. გახსნა. ესეც კაია, მოკლედ რაც გავხსენდი ახლა. ერთის გარდა ყველაფერი გარდა. ეს სუდი არ არის. ოპერატორმა წაგარდა. ეს სუდი არ არის. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ეს პაშტეტი, მაგრამ მე ზოგადად პაშტეტი არ მომწონს რა, ასე რომ ეს კაია. თუ პაშტეტი გიყვარს, შეგიძლიათ გასინჯოთ. როგორია? გემრიელი. კაი, ახლა მოდი ძირითად საკვებზე გადავიდეთ და სამივე ეს ხელი აიღე, სამივე ნელ-ნელა გავხსნით.
აწერია ფრიკადელკებიო. საქონელის ხორცის ფრიკადელკა ერაჯანდაბა. აზე ხარ ეს გაკეთებ, აი. ეს ცოტა უგონია. აი ნახოთ რა არის. გუმთასავით რაღაცა რა. ამბა გავსიჭოთ. აი ესეთი გუმთასავით რაღაცა დევში და ძალიან ზმოაჟებ გაჭერი. ტუდი არ არის. ნაგორა. კაია. ან მეძამშია, ან ძალიან კაია. ხო გემრიელია. კაი ხარ, ნუ ჩააფრინდი, მოიტეხა სხვებიც გავჭირ. აჰა. მოგადე სუდი არ არის. მოდი ვნახოთ. ვინახე. სადა? ეს აქეთ გადმოდოთ. აწერია კაშა გრეჩნევაა, ანუ ციციბურის ისაურაფია. კაშა ქართულად როგორ არის? ფაფა. გავაცხელე. ყველი ჩაუშვი. ყველი ჩაუშვი. ნუ ეხლა სადილს ნუოტეხა, მოდი ჯერ გემოზე გავსინჯოთ. ეს არის ციციბურა. ოჰო, ძალიან გაცხელებულა. საქონელის ხორცითო. მაიცა და ჯერ მე ამოვიღო. აბა გავსინჯო. ხორცითო. შემხდა. და ციციბურა თუ გიყვართ? ეს ხორცი არის კი. ციციბურა თუ გიყვართ? ეხლა თან მე რა მინდა თქვა, ამას მე არც მარილი დავაყარე, არც პირპილი. თუ მოგინდებათ, შეგიძლიათ მაგასთან ერთად მიირთვათ. ნუ შეაზავოთ რა. ხე დაუსწავლიეთ. თუ ამას მართლა ჯარს აჭმევენ, ამას აწერია გულაშიო კარტოფილით. ახლა ვნახავ რა არის. ესა. ება. ეს რაღაცა უცნაური რამე კია, მაგრამ მოდი გავცით. აი ესეთი რამეა. შიგნით ხორცია და კარტოფილი. გავსიჯო. მოთუშული ხორცია, ტუშონკას ვეძახიან კარტოფილი. ხილად, ზედარ დაიწოთ, მოდი. წელიჭი. როგორია? კაია, ხო? დაწყელიო. დანარჩენი ახლა. წყალში გასახსნელი ყავები და რაღაცები რო განვიხილო. დილამდე მომოჩა. სისულელე იქნება. მოდი ვნახოთ ეს რა არის. შევიდე. როგორც დაწერია. ბატონ დავით, დაუყდი. აი? არის საჭმელად და მის ფუნქციას ვასრულებ. მაინც ეს რა ახატია. ნუ რაღაც ახატია რა. გავსინჯოთ. საერთო აზრი მინდა ახლა თქვა. ეს რაც არის ამაში. რუსულ იმას ამერიკულ საჭმელ ჯობია რა. გემოზე. ჩემთვის ჯობია. ცოტა. პაშტეტის გაშა ყველაფერი იყო გემრიელი. აი ეს არ გავსინჯოთ. გახსენ თუ. ჯემია მე ჯემები ხოჭი რომ ამაში. მოდი ამა. მოდი დაინდგავს. დაინდგავს. არის გონი ვრუდალად არის. მინდი ამა. არ მინდა რომ გადმოვიწუწო ისე ხასნი ახლა.
აი, მინი. აი, გადმოიღე მას. აბა შეჭო. როგორია? გაიგე. მეც გამასინჯე. თუ აიღე. გამასინჯე. ჯემია. ნონ ძადბლია. ეხლა ყავა და ჩაი როგორი არ ვიცი. ეხლა შაქარია და ეს ჯობია რომ არ დალიოთ რა. რაღაცა მხნილია. განარჩენი აი მის გარდა ყველაფერი რუსული ჯარი, საკვები. მე ხალხი რო თქვა არ მიყვარს მეთქი როგორ გითხრა რა. ოკუპანტები არიან. ჩვენი ქვეყნის 30% ოკუპირებული აქვს და ტრათ არიან ჩვენზე მოკიდებული, მაგრამ მიკერძოებული არ ვიქნები, ვიტყვი რომ ეს ეხლა რაც არის, რაც ვჩამეთ, აი ესეთი ჯარის ულუფა, ნომერი 2 იყო გებრი. მე ეს იტყვის და მე გავახმოვანებ ხოლმე, ბატონი დავითი იტყვის და მე მოგეთ გემრიელი იყო რა. თუ ამა ჯარში აწმევენ ყოჩა. ამითი გამოგემშვიდობებით მაისურები შეიძინეთ ახალი წელი მოდის და თქვენ ახლობლებს გავუკეთეთ ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება. ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება. კარგად გზავნებოდეთ შემდეგ ვიდეოზე. ამ ვიდეოს დადებიდან 1 კვირის განმავლობაში მოკლე ვიდეოებში დაიდება ვიდეო, სადაც ნახავთ. არა, 1 კვირის შემდეგ 1 კვირა გაქვთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ. არის ესეთი ხუდი და ბატონ დავითზე ცოტა დიდი, ანუ სადაც 12-13 წლის ბავშვზე გათვალისწინებული ხუდია. პრინტ შოპის მიერ არის ნაწარმოები. თუ ვინმეს გული დასწრებათ, შეუკვეთეთ ვიდეოს აღწერაში იდება ამისი ლინკი. შედით ამოვარჩიეთ ჩვენი ანიმეებით არის გაკეთებული და შეგიძლიათ თქვენი სასურველი ფოტოც ამოვაბეჭდოთ. ხო, შეგიძლიათ რომ რაღაც შეუკვეთოთ, იქ არის კიდევაც მიწეროთ, ისინი კი პასუხებენ ანერიგო არის 10 ცალი დამზადებული. ანუ ქუდები, კეპები, ჭიქები და მაისურები. ეხლა ვათამაშებთ აი ესეთ ხუთს. ბატონი დავითის ზომას. ამიტომ გელოდებით 1 კვირის შემდეგ ვიდეო რო დაიდება, დაწერეთ 1 კომენტარი. 2 არა, 1 კომენტარი დაწერეთ, ხო ეგრეა? თორე დაგიბლოკავთ. ხო. და 1 კვირის შემდეგ მე გამცნობთ, ვინ მოიგო. ყურადღება მიაქციეთ, შორტ ვიდეოს რო იძახიან, იქ დავდებთ.